ჩემო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას. 2023 წელს თითოეულ ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის მოეტანოს გამარჯვებები და ახალი შესაძლებლობები. განსაკუთრებული სიტყვოთი ულოცავ ჩვენს აფხაზს და ოსებს და ძმებს. ჩვენ საერთო ფესვები და ოჯახები გვაკავშირებს. თანაზიანნი ვართ ერთმანეთის ჭირის და ლხინის. ჯერა, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ყოველთვის ემოციურია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მინდა მათ ხნეობა, წარმატება და საკუთარ კერაში მალე დაბრუნების სიხარული ვუსრულო. დამდეგ შობა ახალ წელს გამორჩეულად ულოცავ ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მეხანძრე მაშველებს, ყველას, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდებიან და წლის ნებისმიერ დროს მუხჩაუხელად განან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოს. დამდეგ 2023 წელს გულითადად ულოცავ ჩვენი საზოგადოების უხუცეს წევრებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით და განვლილი ცხოვრებით შექმნეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა და ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომლებიც განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან ამ სადღესასწაულო დღეებს. გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა. ერთიანობით და სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სირთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების და კრიზისების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათის და მეტი კეთილდღეობის შექმნის წელი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას, ფეხბედნიერი იყოს 2023 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის.